მოგესალმებით. ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ზღაპარს ბავშვებისთვის, რომელსაც ქვია როგორ გახდა პატარა კენგურუ გაბედული. მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ. დღევანდელი ზღაპარი შეადგინა პედაგოგმა და ფილოლოგმა ლალია ფციაურმა. თემები ამ ზღაპრის არის დედასთან მიჯაჭვულობა და განცალკევების შიში. როგორ გახდა პატარა კენგურუ გაბედული? იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედა კენგურუ. ერთ დღეს ის ყველაზე ბედნიერი კენგურუ გახდა, რადგან პატარა კენგურუ რურუ გაუჩნდა. რურუ თავიდან ძალიან პატარა და სუსტი იყო და დედა თავის მუცელზე ჩანთაში ჩასმულს დაატარებდა. დედიკოს ჩანთაში რურუ თავს ძალიან მყუდროდ გრძნობდა და არაფრის ეშინოდა. დედა მას გემრიელი რძითა და ფაფებით კვებავდა. მერე კი როცა პატარა კმაყოფილი და ბედნიერი იძინებდა, სახლის საქმეებს აკეთებდა და თავის პატარა შვილს ახალ ფაფებს უმზადებდა. ლამაზი სიზმრებიდან გამოღვიძებულ რურუს ზოგჯერ დედა გვერდით არ ხვდებოდა. ასე დროს პატარა პირს მოაღებდა და მთელი ხმით იწყებდა ტირილს. დედა მოვიდოდა და შვილს ისევ ჩანთაში ჩაისვამდა ხოლმე. ერთხელაც დედამ მისი ჩანთაში ჩასმა რომ სცადა, შიგ ვერაფრით ჩაატია. რურუ გაზრდილიყო. ფეხები ჩანთაში აღარ ეტეოდა და გარეთ რჩებოდა. პატარას შეეშინდა, თუ ჩანთაში ვეღარ ჩავეტიე, დედა წავა და მარტოს დამტოვებსო. უფრო ხმამაღლა ატირდა, მერე მოიკუნტა, ფეხები ისე მოკეცა, მუხლები ცხვირთან მიიტანა და როგორც იქნა ჩაძვრა დედიკოს ჩანთაში. საღამოს დედა და რურუ სტუმრად წავიდნენ. იქ სხვა ბავშვებიც იყვნენ. ყველანი მხიარულად დაარბოდნენ და თამაშობდნენ. პატარა კენგურუსაც ეძახდნენ, მოდი ჩვენთან ერთად ითამაშეო. რურუს ძალიანაც უნდოდა თამაში და გართობა, მაგრამ დედიკოსგან მოცილებისა იმდენად ეშინოდა, რომ მთელი საღამო მის ჩანთაში მჯდომმა გაატარა და იქიდან იყურებოდა. სხვა ბავშვები როგორ მხიარულობდნენ, იქიდან ათვალიერებდა. დიდი დეიდები და ბიძიები მოდიოდნენ და ეკითხებოდნენ, უკვე ასეთი დიდი ხარ, დედიკოს გარეშე სათამაშოდ წასვლისა რატომ გეშინიაო? ამან რურუ უფრო მეტად შეაშინა და დედიკოს ჩანთაში თავიან ფეხიანად ისე ჩაიმალა, ცხვირიც აღარ უჩანდა. იმ დღის მერე საერთოდ აღარ ამოდიოდა ჩანთიდან რურუ, მაგრამ იქ ყოველ დღე სულ უფრო ვიწროდ და მოუხერხებლად გრძნობდა თავს. ძალიან უნდოდა სხვა ბავშვებთან ერთად ეთამაშა. მათსავით ერბინა და ეხტუნა, მაგრამ დედიკოს გარეშე დარჩენისა იმდენად ეშინოდა, რომ ჩანთიდან ფეხს არ იცვლიდა და ისევ შორიდან შესცქეროდა გარეთ მორბენალ ბავშვებს. ერთხელ დედა კენგურუ წვნიანისთვის ფოთლების მოსატანად წავიდა. რურუმ გაიღვიძა, დაინახა რომ მარტო იყო და ტირილი მორთო. დიდხანს ტიროდა, მაგრამ დედა არ ჩანდა. უცებ ფანჯრიდან ბავშვები დაინახა, რომლებიც ეზოში დარბოდნენ და თამაშობდნენ. რურუ
თვალცრემლიანი შესცქეროდა მათ და უნდოდა ისიც მათთან ყოფილიყო. მეგობრებმაც დაინახეს რურუ და ხტუნვა დაიწყეს. ხელებს უქნევდნენ და ეძახდნენ, გამოდიო. რურუსაც ძალიან უნდოდა ბავშვებთან ერთად თამაში, ამიტომ ტირილი შეწყვიტა და გარეთ გასვლა გადაწყვიტა. მიხვდა, რომ შეეძლო თვითონ დედის გარეშე დაებანა ხელპირი, ჩაეცვა და ეზოში გასულიყო. ასეც მოიქცა, ბავშვებს ძალიან გაუხარდათ მისი დანახვა. ისიც ხალისით ჩაერთო თამაშში. მათთან ერთად დარბოდა და ხტოდა. მალე დედაც დაბრუნდა და ძალიან გაუხარდა შვილი მეგობრებთან ერთად ეზოში მოთამაშე და ასეთი ხალისიანი რომ დაინახა. ყოჩაღ რურუ, როგორი გაბედული მყოლი ხარ, უჩემოთ ადექი, მოწესრიგდი და გარეთაც თვითონ გამოხვედი. ახლა დედას უკვე შეუძლია საქმეებზე მაშინ გავიდეს, როცა დასჭირდება. რურუს ხომ საერთოდ აღარ ეშინია დედიკოს გარეშე მარტო დარჩენის. მან იცის, რომ დედამ საქმეებსაც უნდა მიხედოს და ყველაფერს რომ მოაგვარებს, აუცილებლად დაბრუნდება სახლში თავის საყვარელ შვილიკოსთან და ისევ ერთად გაატარებენ დროს. ასეთი იყო ეს თერაპიული ზღაპარი პატარა კენგურუზე. მართლაც მშობლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორ დაეხმარონ თავის შვილებს, რომ ეს მიჯაჭვულობა გარკვეულ ასაკში, რა თქმა უნდა, უკვე აღარ ქონდეს შვილს, თამამად თავისი ნაბიჯები გადადგას, სწავლოს დამოუკიდებელი ცხოვრება და აი ამ დამოუკიდებელი ცხოვრების გემო გაიგოს და ყველა ასაკში, რა ასაკშიც არის ბავშვი, მშობელი ეხმარება, რომ ის წილი პასუხისმგებლობა აიღოს ბავშვმა, რაც იმ ასაკს შეესაბამება. ყველა ასაკში რაღაცა შეუძლია ბავშვს თვითონ გააკეთოს, თვითონ ჭაამოს, ან თვითონ ჩაიცვას, ან თასმები შეკვრა ისწავლოს, მერე ცოტა მოზრდილ ასაკში უკვე ვთქვათ პური ამოიტანოს თუ ნაგავი გადაყაროს და ასე შემდეგ. და ეს რაც უფრო პატარა ასაკიდან მიეჩვევა ამას ბავშვი დამოუკიდებლობას, რა თქმა უნდა უკეთესია და ეს შეუწყობს ხელს მის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებას. თუ მოგეწონათ ჩვენი ზღაპარი, დათვლით რომ სასარგებლოა თქვენი შვილებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ.